ამ ვიდეოში მე შევეცდები რომ გავცე პასუხი ადამიანთა მოდგმის ეგზისტენციალურ კითხვას. რომელი ჯობია ზამთარი თუ ზაფხული? მოიცა. აქაც და იქაც შიშველი რატო არ? თებში ლუდის დალევა თუ სანაპიროზე კოქტეილის მოწრუყვა? გენოცვალეთ. თებში თხილამური წრიალი თუ სპილოთი ტაილანდში ჯირითი? ამ კითხვების დასაცავად ადამიანთა აზრი ყოველთვის ორ ნაწილად იყოფა. ამიტომ მე გავიყოფით ორ ჯგუფად, რომ ამ ვიდეოს განმავლობაში ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გავცეთ ამ კითხვას. სწორედ ამიტომ მე დავრჩები გუდაურში და აქ გამოვსდი ყველა ზამთრის აქტივობას, ხოლო მე გუდაურიდან გავივლი 5000-ზე მეტ კილომეტრს და პირდაპირ აღმოჩნდები ტაილანდის ტროპიკულ სანაპიროებზე, რომ აქ გამოვცადო ყველა ზაფხულის აქტივობა. დასთავარია ეს ყველაფერი ერთი და იმავე დროს. იანვარში ხდება, როცა საქართველოში ზამთარი, ხოლო მსოფლიოს მეორე ბოლოში ზაფხულია. თამირჩევნია თუ ზღვა არის კითხვა, რომელიც დაახლოებით გავს იმ კითხვას ბავშვობაში, რომ ხშირად გვისვავდნენ. დედა უფრო გიყვარს თუ მამა? დედა უფრო გიყვარს თუ მამა? იანვარი ჩემთვისაც სულ თოვლთან, სრიალთან და სიცივესთან ასოცირდებოდა. მაგრამ მე ერთ დღესაც გავიგე, რომ შორეულ სამხრეთ აღმოსავლეთში ამ დროს გაგანია ზაფხულია და გადავწყვიტე, რომ საკუთარ თავზე გავამეცადა ზამთრიდან ზაფხულში მოგზაურო. ისეთ ცხელად აი -20 გუდაური და რო აქ ხვდები არის? ამიტომ ხოლმე ერთი ჩანთით და ერთი გზის ბილეთით ტაილანდისკენ გამოვეშურე. და სწორედ აქ იწყება ჩემი აზიური მოგზაურობა, რომელიც არ ვიცი როდის ან რომელ ქვეყანაში დასრულდება. იქნება ეს 1, 3 თუ 5 თვეში, რადგან ამ მოგზაურობის წინ ჩემს თავს დაახლა უკვე თქვენს რამდენიმე პირობა და უფრო სწორედ რომ ვთქვათ, აღთქმა უნდა მოგცეთ. ასე რომ მოდი ერთად შევადგინოთ 2026 წლის ჩემი YouTube კონსტიტუცია. კონსტიტუციას კი სახელად დავარქვათ პატარა აჩის ოცნებები. ოცნებები, რომელიც ამ პატარა ბიჭს ჰქონდა, როცა ეზოში დარბოდა და სკოლაში დადიოდა. ამ ოცნებების ახდენაზე კი ბიძია აჩი იზრუნებს მთელი წლის განმავლობაში. ბოლო-ბოლოს ამსახვინდა ხო მაგის გამო წამოვიდა, რომ თავგადასავლების ძიებაში საკუთარი თავი აღმოეჩინა. თუმცა სანამ კონსტიტუციაში დაწერილი ყველა ამ დაბლარულ წარწერას გავხსნით და განახებთ, მოდი პატარა აჩის პირველი ოცნება ავუხდინოთ და ვიფრინოთ. მე რა რომ სიმაღლის სიკვდილივით მეშინია. 3, 2. სადვარ უკვე სადვარ ასე მალე? Wait. Let me tell you something. აი მე ასე მალე არ ვიყავ. Let me tell you something. ამოვიდა. Აბა. გამოიწეთ ჩემი არხი და 50-ად გავუწერდე რუავალ special videos მოგიმზადებ. აუ რა კაია. აგრას ის ჩასვლა დამემწყვა მე მგონი, მაგრამ რო არ მოგეთხოვს ამას პარაპარი ჯობია. ყურები გამეხსნა იმენა ხო არ გადავა დამგული მქონდა და კაი დავიდა. მოკლედ ხალხო თუ ამოხვალთ გუდაურში გიორგისთან შეგიძლიათ რომ cloud base-ი არის ამონახდება ეგ ამბავი აუცილებლად. ოპა ეხა დაშვე ოპა კაი. აჩი მოემზადე. იგა და გული მე რომ ესეც ასე პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ჩემს პატარა თავს ეს პატარა ოცნება ავუხდინე. წინ კიდევ ბევრი ესეთი თავგადასავალია, რადგან პირობა დავდე რომ სანამ ინსტაგრამზე 50-დან გავამწერამდე არავალ იქამდე საქართველოში აზიიდან არ დავბრუნდები. და პლუს ყოველ 1000-ზე ინსტაგრამ გამომწერზე ამ გამომწერის მიერ მოფიქრებულ ნებისმიერ ჩელენჯს შევასრულებ. ასე რომ ინსტაგრამის ლინკი აღწერაშია და ძალიან გამიხარდება თუ ამ პლატფორმაზეც გამომყვები. მაგრამ ტაილანდში მოგზაურობისას მოხდა რაღაც, სადაც პატარა აჩის წარმოსახვაც კი მგონი არასდროს წასულა. რადგან სპილოს გაჭენება ძალიან უცნაური აქტივობაა. ასე რომ გადავიდეთ ზაფხულის ზამთართან შედარების მეორე რაუნდზე. პირველ რაუნდში კი აშკარად გუდაური დაწინაურდა. მოკლედ ეხა მოვედი რომ სპილო გავაჭენო.
აი აქ არიან სპილოები, რომლებიც მელოდებიან, რომ ჩემი ცხენის მერე ესენი გავაჭერო. სპილოზე უნდა დავჭრე. მაგარი უცნაური რა. გაჭერ. რაცონსა და მეტა მე რო დავჭრე არ შეიძლება მე რო წავიყვანო. და სანამ ესაჩი მოლაპარაკებებს აწარმოებდა რომ სპილო მარტოს გაეჭენებინა, მეორე აჩი თავის სასწაულებზე ყვებოდა გუდაურში. აი მე ვიღაცები რო იტყვით სასწაულები არ ხდებაო და ეხლა ვარ გუდაურში და ნახეთ ანუ მარტო ვზივარ მარტო ავდივარ აი ამ ბიგელით გაგანია იანვარია ან ძალიან იღბლიანი ვარ ან ძალიან უიღბლო ამ შემთხვევაში მარტო მე ვარ რომელიც ყველასოდ ატარო მარტო ნერო ვზივარ ყველასოდ რა მაგარი სიტყვა ანუ საიდან მოგიტყვი ყველასოდ არ ვიცი მაგრამ მხოლოდ მე ვარ ვინც სხვების გარეშე ატარებს ამ სპილუკას ამ თვილი მხედა არ ბიჭო მე კერესესე ხო, ამოდიო შოცა ერთ აქტივობას გუდაურში გავაკეთებ, ვეცდები რომ მეორე მსგავსი ვნახო ტაილანდში ან პირიქით. ასევე გეტყვით ფასებსაც, სად უფრო იაფი დაგიჯდებათ იანვარში გუდაურში პარაპლანის ფასი ქართველებისთვის 250 ლარია, ხოლო ტაილანდში პარაშუტის ფასი 120 ლარი ღირდა დაახლოებით. ამას დაუმატოთ ფრენის ბილეთი, რომელიც მე 3 დღით ადრე ვიყიდე, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მხოლოდ ერთი გზის და მისი ფასი 1000 ლარი იყო, ანუ ტაილანდში უკვე 1320 ლარი მაქვს დახარჯული. რაც შეეხება სპილოს მსგავსი გუდაურში არაფერი შემხედრია, ამიტომ მოდი გუდაურიდან ბურანის აქტივობით შევეჯიბრები ამ მონსტრს. მოკლედ მეგობრებო მე როგორც ცხენის დიდი ხნის მწიმტარებელი სამეგრელო თბილისში ჩამოვედი აგერ სპილოსაც ძალიან არხეინად ვატარებ შემიძლია რომ ესე დაჟე აღვირიც კი არ მქონდეს გავატარო რა პრობლემა არა A few moments later. აუ აქ არ ჩამოვვარდი ახლა ოპს ამით რომ ვიმოგზაურო საქართველოს გარშემო რა აზრის ხართ მაგაზე ცხენით ხო ჩამოვედი სამეგრელოდან თბილისში რა აი სპილოთი რო ჩამოვიდე სამეგრელოდან თბილისში მაგაზე რა სიტყვი ვერ არის კარგად ეს ვერ არის კარგად მოდი გაჭამო შეგენაცვალი ჩაღეჭა გემრიელა всё აღარ მაქვს მეტი ძმაო რა გავაკეთო ერთიც არ მიჭამია შენ თავს მიცევა შენ გაჭამე ყველა ვაფშე ოპა იმენა აიშვა მიდი გაჭენდი აუ რა მაგრამ მოდის შენ მე ჩაგიყვან ვასიკოს გაგაცნობ ჩემს სამეგრელოში მაგრამ სანამ ბასიკოსთან ჩამოვიყვა როგორც აღმოჩნდა ეს პილო თავად უნდა მებანავებინა. რავი ხო ეგეთი ყოფილა ტაილანდური წესი. ნო რა ხორთუმია ნაუ ახლა რომ მიყბილოს რაღა დავაიწყო თუ ვინმეს დამჭირდათ მოკლედ ჩინაური ცხოველის ბანაობა ან რა მსგავსი აქტივობა მომმართეთ მოხერეთ პირაში და პრობლემა არ მაქვს ოპა ეხა ნახე ატრაქციონი რა მაგარი კაცი ანუ ვაიმე რა მაგარია სპილოს ბანაობის და გაჭენების მერე კი გუდაურს და ტაილანდს შორის ანგარიში დამსახურებულად გათანაბრდა. განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა სპილოს 60 ლარი, ხოლო ბურანი 150 ლარი ღირდა. 150 ლარი უცხოელებისთვის თორე ქართველებისთვის ვუკლებთ ხოლმეო ესე მითხრეს. რა ვიცი. გასაკეთებელი კი დარჩა შემდეგი ბრუტალური აქტივობები. ტაილანდში ტაილანდური მასაჟი, ყველაზე წმინდა ქუჩაზე გავა და ამ წმინდა ხალხთან გასაუბრება, ფიფის ულამაზესი კუნძულების მონახულება, ჩემი 10 ვარსკვლავიანი ჰოსტელის ნახვა და რა თქმა უნდა ადგილობრივი უგემრიელესი ბაყაყის და ნიანგის ხორცის გასინჯვა. გუდაურში კი სტიჩის ამ ულამაზესი ფორმით სრიალი, სვანური ლუკხრამის კონკურსში მონაწილეობის მიღება, საციგურავო მოედანზე დალეწვა, სასტუმრო და ქართული კერძების ტაილანდურ კერძებთან შედარება. ასე რომ კარგად მოკალათით და დავიწყოთ. ლამის მე-10 წუთზე ვყოფილვართ, მაგრამ აქამდე ხო ისე კარგად გავიდეთ, რომ არაფერი გაგიგია. ხოდა მშვენიერი დრო რომ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოკლედ მეგობრებო, ყველა ვიდეო და ფოტო ეხასაც ხედავთ აი აქ. გუდაურში ვიქნები, ტაილანდში სადმე სხვაგან, ავტომატურად იტვირთება ჩემს დრაივზე, რომელიც მიდგას სახლში, რომელსაც ქვია NAS. ანუ ვისაც ვიდეოების გადაღება გიყვართ, ან ფოტოების გადაღება გიყვართ და ადგილი არასდროს არ გაქვთ, ან გეკარგებათ ხოლმე ან ფლეშკა რაღაცა ეგეთი შეგიძლიათ რომ NAS დადგათ სახში როგორც მე მაქვს და დღის ბოლოს ეს ყველა ვიდეო და ფოტო ავტომატურად აიტვირთება ამ NAS-ის დრაივზე. რაც ძალიან სასიამოვნო და კარგია რომ შენ ბევრი ჩართულობა აღარ გიწევს მაგამდეებში რა. და NAS-ის შეძენა შეგიძლიათ მოკლედ ლინკი იქნება ბაიოში ჩემთან დისკრიფშენში და შეგიძლიათ გადახვიდეთ All Market-ის საიტზე. მიწეროთ აჩის სახელით და დისკაუნტსაც მოგცემენ. გენაცვალეთ წავედი ხა მე სხვაში ჩავ.
ზღვიდან კი ეს ულამაზესი და უსაყვარლესი არსება ამოვიყვანე, რომელსაც აქტიურად თავაზობდი ადგილობრივ დამსვენებლებს. მეგობრებო, რადგან მარტო ვარ, შინაურის ყოველი გავიჩინე. ჯელი დავარქვი და ესე მე და ჯელი მიმოგზაურებ დღეიდან ერთად სანამ არ დადნება. რო დადნება მე ალბათ ვეღარ ვიგონდა. საყარელი. It's the first time when you touch it? Yeah. But it's so cute. This one? Yeah, what's it called? It's dog. Dog? You want it? $5. Good deed? Huh? Good deed? No, you can like, adopt it. Yeah, you can adopt it, walking on the beach. Yeah, walking on the beach, yeah. After 1 year, it starts talking. Oh, yeah? Yes. You want to try? No, I'm okay. Okay, thank you. So if you decide, we have that 20% discount. You can come back. არ ვიცი რა, $5-ად უკეთესი რა უნდა გავყიდო მე ვერ ვხვდები. ულამაზესი არსებაა, ნახე დასაყარელი. You want to try? It's a plant. Like a dog. I don't know why people don't like it. I don't know. Look how beautiful. ნახე რა ლამაზია, ეს არ გენდობება. და რადგან ამ უსაყვარლესი მედუზის აქტივობამ არ გაამართლა, გადავწყვიტე რომ ჩემი თავი ფეხბურთში გამომეცა და სანაპიროზე. I am little ხვიჩა კვარაცხელია. You know კვარაცხელია? Playing the Chelsea and the Spider. კუკურელია. You say kukurela, okay. Am I look like kukurela? Huh? Kukureya, right? I am a neighbor. I live next to kukureya. ჰო, მარკ კუკურეიას ბევრი მადარებს ხოლმე საქართველოში და როგორც უკვე აღმოჩნდა უცხოეთშიც. და შენ თუ ფიქრობ რომ გავარ, დამიწერე კომენტარებში. იქამდე კი მოდი ისევ ზამთარში გადავინაცვლოთ და ვნახოთ მეორე ათში რომელიც Red Bull-ის ივენტზე არანაკლებ ერთობა. აი ნიკა გრიგოლიას ხამეს. თქვენ ნიკა არა ხართ გრიგოლია? როგორ ზამბები? როგორ ახარ? თქვენი ფანი ვარ და არ მიყვარხ. რა ვახარ? სათანადო. ათეს სათოლების გეთ. მართლა ხო? ძა მაგრამ ამაზე მითისები რა მაგ. შენს არა მიშავს მე შენ არა გიშავს რა. ტიმის იქეთ გონი ხარ. ბიჭო ტაილანდში ვიდეო 29-ში. გუში ვიყიდე ბილეთები. ეხლა იანვარში. ეხლა დაჟე მე ამ ვიდეოში იქ ვარ. ანუ ეგეთი ვიდეო ვარ, აქ ხო ვარ, თან იქ ვარ რა. თქვენთან ტაილანდში მothola, თქვენთანაც საქართველოში მothola. გაგვიწერეთ გამენდები. ხო, რამეში რასი ვიღებ ბაზილობა? რა კარგია ხო. და სანამ ამ ბედნიერი შემთხვევიდობით გუდაურში ამ ჩელენჯის ნაწილი გავხდი, ამასობაში ტაილანდში ფიფის კუნძულებისკენ დავიძარი. სადაც ჩემი მოგზაურობა კი ესეთი ლამაზი წარმომედგინა, მაგრამ რეალობა ცოტა სხვანაირი გამოდგა. და ამას დავუმეტყოთ ის, რომ იახტაზე მხოლოდ მე და ჩემი ინდოელი ძმები აღმოვჩდით ნაცვლად ლამაზი გოგოების. I put my armor on, show you how strong I am. I put my armor on, Hello brother, how are you? How was the drive? It was fabulous. It was Getting it back. აქ კი ჩემს ინდოელ მეგობრებს ვიდეოს გადაღება ვთხოვე, რომელიც ესეთი გამოვიდა. რის შემდეგაც მეც მოვახვედრე ისინი ჩემი დრონის ულამაზეს კადრებში. Am I beautiful? Oh! მოგესალმებით მეგობრებო ფიფის კუნძულებიდან, ცოტა დამწვარი, მაგრამ მაინც მე მგონი კარგად გამოვიყურები და დღეს მე ამ ხარეს გამოგზაურებთ ტაილანდში. წავედით. ეხა მაგ როგორი ვაიბი, იცით რომ ვარ სადღაც კარიბის ზღვის მეკობრეების გემზე. ყურეში რო შედიან, რო იკრიბებიან, აი მენა ეგ ყურია რა, აი ულამაზესია აკაურობა და რავი, ანუ ზოგი კი ამბობს რომ ფულის ბედნიერებას ვერ იყიდიო და მე ვეთანხმები მაგაში, მაგრამ ფული შეგიდა იყიდო რაღაცეები, რაც გაბედნიერებს. ერთადერთი რაც მაკლია მეგობრებო არის რომ აი ახლა ამის ნაცვლად გვერდით რომ მისის მეждეს აი ის გოგო ბაკეტ ლისტში რომ იწერია, ვისაც ვიმოგზაურებთ. ჰო, სურვილების ამ გრძელ სიაში, რომელზეც ყოველ ახალ ვიდეოში უფრო და უფრო მეტს გავიგებთ, არის ერთი ესეთი სურვილი, რომელიც შეეძლოა ბავშვურად საყვარლად ჟღერს, რომ ამ თავგადასავლებში, რომელსაც მოგზაურობა ჰქვია, მინდა რომ გავიცნო ადამიანი, რომელსაც ერთადაც ვიმოგზაურებ.
ხდება ეს ინდონეზიაში, ვიეტნამში თუ სადმე სხვაგან. სურვილებმა კი შეგიძლიათ რომ გამიზიაროთ თქვენი რეზიუმე კომენტარებში. იქამდე კი ეს სურვილი ასასრულებელი ოცნებების სიაში ეწერება. ახლა კი წამო ცოტა გავგრილდეთ და გუდაურს დაუბრუნდეთ და ვნახოთ თუ რა შეჯიბრში ჩაითრიეს მეორე ათში Red Bull-ის ივენტზე. რა უნდა გავაკეთო? მოვედი? ჰა, მიდი. ყველანი მოვიხადოთ მეგობრებო. აბა მოვეთყვეთ. თქვენთანა ვარ. დავახარ. Happy birthday to you. აბა ლურჯებო. თქვენი ხმა გავაგონოთ წითლებს. მაგრამ მიუხედავად ამ განწირული შეძახილისა, ჩემმა გუნდმა ვერ მოიგო. ვერ მოვიგე, კაი ხო. რადგან მე წაგება დიდად არ მიყვარს, გადავწყვიტე რომ შევნიღბულიყავი და სტიჩად გარდავისახე. თუმცა იქამდე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აზრი უნდა გაგიზიაროთ. მოკლედ ყველა მოსრიალის თავში სანამ დასრიალდება, არის ერთი ფიქრი, ესე მგონია, რომ სანამ ჩავა გახურდეს და დალიოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობები ერთმანეთის და საკუთარი თავის მიმართ. წავედი ახლა ხიზელი და დამეშოქებთ და მე საღამოს მოძალავა კაფე, იქამდე გავუხლის კაფეანობა და უკვე დავნე. იქიდან ვიღაცები მიყურებე და უკვე წავიქრიჩა. მეგონი შემწმდება ვაში სრიალისავს. წავედით, ისე ჩავედით. თუმცა სრიალი იმაზე ბევრად უფრო კარგი გამოვიდა, ვიდრე ამას შეიძლება სტიჩისგან ელოდეთ. აბა რა, ბიჭო, სტიჩიკა. უიმე, როგორ მტკივა ფეხები? მაგრამ არ ვიმჩნევთ. ჩვენ ვართ საქართველო. ფეხის ტკივის კი ტაილანდში შეგიძლია რომ სულ რაღაც 15 ლარად უშველო. ალბათ უფრო იაფადას, რადგან მე ტურის წყალგლას მივიღე ეს მომსახურება. ხოლო კუნძულები ჯობია თუ სრიალი, ამაზე პასუხი მე ჯერ კიდევ არ მაქვს. ამიტომ მოდი ანგარიში 2-2 გავხადოთ და ეგ თქვენ დამიწერეთ კომენტარებში თუ რომელ გუნდში უფრო ხართ, სრიალის თუ ზაფხულში ზღვაზე დასვენების. აი ეს აქტივობა თბილისში რო 15 ლარად იყოს ხალხო, ყოველდღე გავაკეთებდი ალბათ, ისეთი მაგარია. აი საშინლად გაირამია რა. მუსიკა, ეს მასაჟი, თავიდან კი მერიდებოდა, მაგრამ ისე გამისწორდა. მე მგონი ტაილანდში გადმოცხოვრდები ბოლოს მარტო ამიტომ. Good side. You want it? Take it. Say hi. Look it. რა მაგარი კაცია. ეს თუ იყო გას ტაილანდური მასაჟი. შევსულიყავი თბილისშიც. მე სხვა რამე მეგონა ტაილანდურები რო ამბობდნენ. თუმცა ნამდვილ ტაილანდურებზეც მალე გადავალთ და ერთი ძალიან ცნობილი ქართველი იუთუბერის სახელსაც გავიგონებთ ამ უცნაური ხალხისგან. Gigi, we read you, please come back. იქამდე კი მოდი ვნახოთ სად ცხოვრობდი გუდაურში და სად ტაილანდში. აი იმას იქ ტაილანდში არ ვიცი რა სიშორეზი აქ სანაპირო სასტუმროდან, მაგრამ აი მე აქ არის ჩემი სასტუმრო. და საბაგირო, ანუ 3 წუთი. ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება განსაკუთრებით, როცა ხარ ხილამურის ტიპი და არა სნოუბორდის და ამ ჯენდლმენები კითხვის გადაადგილებ. აი მოდი განახოთ ჩემი ოთახი რა, ჰოსტელი სადაც ძინავს, ისეთი გაათება რაღაც სცენარი რა უნდა იზრდებოდეს. ანუ აქ არის სულ ესე რა, ანუ აქეთაც არის სულ აი ესე საწოლებია, ისინი. და აი აქ არის ჩემი საწოლები. და ესე გამიყურება, აქ ვიღაც საწოლია. ხო, ნახეთ. ისე მოვიხურო კარი. კარს რომ მოვიხურავ, всё, ჩემს აძინებელში. ხოდა მოკლედ ეს ბედნიერება მისდება ღამეში სადღაც $20. ეს იყო ყველაზე კარგი ვარიანტი ჩემთვის როგორც ბაჯეტ ტრეველერის შემთხვევაში. აქეთ ხარეს ეგრეა. და სანამ ჭამაზე გადავალთ, მოდი შევაჯამოთ ჩვენი დანახარჯები. გუდაური, სასტუმრო 2 ღამე 600 ლარი, სრიალის აბონემენტი 2 დღიანი 140 ლარი, ბურანი 100 ლარი, ფრენა 250 და ჯამში კი 1090 ლარი გამოვიდა. რაც შეეხება ტაილანდს, წინა ბალანსთან ახლად 1320 ლარი ქოა დახარჯული, დასასრულად დავუმატოთ სპილოს 60 ლარი, ჰოსტელის 2 ღამის 100,
მასაჟის 15 და ფიფის კუნძულებზე გემით გასეირნების თუ უფრო ჯაყჯაყის 150 ლარი, რაც ჯამში 1645 ლარი გამოვიდა. ახლა კი გადავიდეთ YouTube-ის ყველაზე მადის აღმძვრელ ნაწილზე და ვნახოთ თუ როგორ გამოიყურება ბაყაყის და ნიანგის ხორცი ქართულ კერძებთან მიმართებაში. მოკლედ მეგობრებო, სანამ ის რაღაც აზიურ მაიმუნობებს ჭამს, მე გადავწყვიტე რომ ქართული სამზარეულო დავაგემოვნო. შევუკვეთე ჩიხირთმა, რადგან წვნიანი მინდოდა და უხდება ამამის წვნიანი და პლუს ჩაშუშული და როგორც მოსაოდნელი იყო მეგობრებო, მოვედი ამათ სუპერმარკეტზე რომ საშენებები ვჭამო. მომშიგო წმინდან ამოსულმა იცის მოშიება და საწავი და კაი ბაყაყი დავინახე ერთი. აი, ბაყაყუნა. How much? This one? Thailand frog? Yes, Thailand frog. Thailand frog. Yes, Thailand Good, frog. local. Thailand crocodile. It's crocodile? It is crocodile, real crocodile. See here? Huh? It is crocodile. Crocodile. It is crocodile It's a meat. Thailand crocodile Yes, also? Thailand crocodile. Local. No crab. So it's like a chicken. Yes, it's like a chicken. And ანუ შეკვეთილი არ მქონდა რომ მოვიდა. აუ რა კაი სუნია. გენაცვალ. ჩიხირთმაზე კაი წვნიანი. მე მგონია რომ არავის არ გამოუგონებია დედამიწის ზურგზე გარდა ქართველებისა რა. თან ესენის კარგად აკეთებენ აშკარად. მე რა მოგეწონა. ნიორი აქვს ცოტა ბევრი, მაგრამ მე მომწონს ეგ ვისაც მოგწონთ ეგ ამბავი. თქვენზე აგისწორდებათ რა. კიდე კაი რო ამას ჩემი გასტროენტეროლოსკოპი თუ რაც არის არ უყურებს. ნახდი ბაყაყუნები. ესეთი ნიანგის ხორცი. ანუ აი ცოტა რთულად იღეჭება, თორემ დანარჩენი რა უჩვეულებრივი გემო აქვს რა. ნიანგის გემო არა აქვს, აი ნიანგის გემო ხო წარმომედგინე რაღაც აი ნიანგის სხვანაირი გემო აქვს ჩემი ეს. აი ეს გემო არა აქვს ნიანგს. რაღაცა სხვანაირი უნდა იყოს ნიანგი ვიდრე ეს არის. კიდე ნახავ. როგორ თვითო ნიანგია, თორემ 100 წელიწად ვერ მოხდებოდა რომ ეს ნიანგია რა, უჩვეულებრივი ხორცი აქვს ძალიან რა. ერთი ნიანგი ყველა ოჯახში მეგობრებო. ერთი ნიანგი ყველა ქართულ ოჯახში. ხო, ეხა ამ კადრებს თუ ხამე ნახულობ, შეიძლება გულში მაგინებ კიდეც, რადგან გშია. რადგან დამიჯერი ამ კადრებს მეც ღამის 4 საათზე ვამონტაჟებდი, ამიტომ ერთ ნავში ვარ. და მე შენზე ბევრად დიდი ხანი ვუყურე მაგ მონტაჟის დროს დამიჯერე. და გადავიდეთ ულამაზესზე. ტაილანდში თუ არ გასტინჯა, ამას არ გასტინჯა. რაც გავს, ფეხები რიაქ საშიტები. ფოტოჟორის მართლა გავს ქათავს? არა, მართლა ქათავს გავს, იმენა ქასონების ხორციებს. ცოტა უცნაურია, ამას რომ ჭამდა, ამას რომ ამბობ არა, აბსოლუტურად მდგომარეა. არა, აწოდია, ხა. გვერდის ხოს მე მირჩევნია. ნუ შესაძლებლობა იყო ის გოლის სუპი. ფუ, გეგონება გადაცხოვრება ბაყაყს ჭამო ისევ და ეს სიამოვნება დამიჯდა 250 აკაური ფული, რაც დაახლოებით არის 20 ლარი. და შეიძლება ეხა ამას არ უნდა ვამბობდე, იმიტომ რომ შეიძლება არც არ დამასპონსორონ და არც სპონსორები, მაგრამ ბორჯომი მაინც არის ალბათ სოფლიოში ყველაზე გემრიელი წყალი, რომელიც შეიძლება რომ დალიო. მოკლედ ანგარიში გამოვიდა 57 ლარი, 22 დოლარი დაახლოებით. კურორტისთვის მგონია რომ 22 დოლარი ერთ ადამიანზე ძალიან ნორმალური ფასი არის რომ ჭამო. და ჭამის მერე გადავწყვიტე რომ გამევლო ტაილანდის ყველაზე უფრო წმინდა ქუჩაზე, სადაც ექსკლუზიურ ამბავსაც გაიგებთ ქართველ ცნობილ იუთუბერზე. ეხა მოვედი მეგობრებო სოფლიოში ყველაზე უფრო ბოზურ ქუჩაზე. ესია აღიარებული მე რა ვქნა, ეს პატონგ ბიჩი ეს ქუჩა არის და წამო შევიდეთ, მე კი არ მინდა, მაგრამ გაშინებული ვარ, ხალხს რომ უყურებ. მეშინია რომ კაცი არ იყოს, ყველა კაცი მგონია ვაფშე. და ძალიან მოსაოდნელია თან ეგ ამბავი აქ, რომ ძალიან ლამაზი ქალი რეალურად არ იყოს ქალი და იყოს კაცი. ყველა რაღაცა გწელის იმენა, ზოგი კოკაინს, ზოგი ინგსონგ შოუს, ზოგი სამაჯურს. და ესე ბანგლას წმინდა ქუჩაზე სიარულისას სრულიად არსაიდან შემომესმა ესეთი ხმა. Gigi, we read you. Please come back. Can you say it with your original voice? Can you say it with your original voice? 대부사이. One, two, three. Gigi, we are with you. Come on. 뭐지 기기 갤러테비안 뭐? Yeah, Gigi, come on, Gigi. Yeah. 뭐해나 트레비조 잠어디 갔다라. ახალი აქტიობი ჯერ დადგა მეგობრებო. სიგურობის დრო დადგა, სანამ ის იქ სიტმოში ერთობა. აი მე წელი როგორ მეთქიდა.
Yes, of course. You look beautiful. Absolutely gorgeous. I don't have heart. That's why Gigi chose you, right? Yeah. Take it. I wait you here. Come back. Yeah. Yes. After the video, we Next will come month. back. Next month come back. Today. Tomorrow. 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 We will come back tomorrow together. Tomorrow, Gigi. Yeah. Okay. Yeah. I wait you. -17 გრადუსია, ეხლა ყინდავს გუდაურში, აი. კი ხედავთ ალბათ და მე ჯერ ვიცოდი სიგურაობა და მერე სიარული. წავედი. მეტი არაა ჩემი მტერი, ხედი და რასაც ჩადვარი ვიდეოში. მაგრამ თავარია თავაწეულმა ვიარო. Gigi เป็นเด็กสกอยอะไรวะร้องอย่าลืมรักไปกับผู้บ่อยไปกับสเกิร์ตเมลอนเลยเมลอนเลย და რაც თავარია მეგობრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი. სანამ რამე თავს მოუწიე. დიდი მადლობა. ავედი მოკლედ გიგის გელოდებიან რა. წინაზე რო იყავი ჩამოსული და ამახსოვდი ეთქობა და აქ გელოდებიან მოკლედ რა. თუმცა გარდა გიგიზე მაიმუნობისა, ტაილანდის ქუჩებში ეულად სიარული მარტო ხელა კაცისთვის საკმაოდ საშიშია, რადგან ყველა არსება ცდილობს, რომ შეგასწინოს და ეგრეთ წოდებულ VIP ოთახში შეგიყვანოს. Private room or are you lady or lady boy? Lady. Sure. Where you from? Yes. Australia? No, I'm not from Australia. Maybe next time, not today. Oh, yeah. მოკლედ სანამ კამერას ჩავრთავ, lady boy-ები ხელებზე მეკიდებიან ხოლმე, რომ რაღაცაირად მასაჟზე შემატყრიონ რა. ხო და კამერით როცა ვარ ხოლმე რაღაც არ აკეთებენ. I massage for you. Thai massage? Okay, don't worry. Is a real massage? Yeah, real. You have some other things? What do you want? Are you lady or lady boy? Lady. Huh? Lady. 3,000. It's too much. But How much is 3,000 in dollars? You know? How many dollars is 3,000? Thailand. No. Thailand, 3,000. And you are lady, not lady boy. Yes, lady. Are you sure? Sure. Hello. Oh, amanas. Tragze მომეფერა. აჰა, ეგრესაც ამას კერავს. ვიდეოდან მრძულ დარიგებებს კი ისევ გუდაურიდან მოგცემთ, რადგან მთები ინსპირაციის და კონცენტრაციის ბუნებრივი წყაროა. მართალია ცოტა უცნაურ ფორმაში, მაგრამ რა ვიცი, თუ ერთ თქვენგანს მაინც მისცა мотиваცია, ჩავთვლი რომ ტყუილად არ მეწვალია. სტიჩისგან რომ დარიგებებს იღებთ, ალბათ კი ცოტა სახალისოა, მაგრამ იქნება დღეები, როცა გინდათ რომ იყოთ განსხვავებულები და უბრალოდ საზოგადოებრივი აზრი არ გაძლევთ მაგის საშუალებას, რომ განსხვავებულები იყოთ, ხო და ჩემი რჩევა არის სტიჩის და ჩემი შემთხვევაში, რომ გარისკეთ და იყავით, იმიტომ რომ თუ გულით გინდათ დამიჯერეთ გაგიწევდება. იყავით თუნდაც კრინჯი, ოღონდ იყავით საკუთარი თავები რა. ეგ არის. და სწორედ საკუთარ თავად ყოფნის სურვილმა გადამაწყვეტილა, რომ მთელი წელი იმოცემების ასრულებას მიუძღვნა, რომელიც პატარა აჩის ჰქონდა. ბავშვობაში, როცა მულტფილმებს უყურებდით, არ ამგონია რომელიმე ჩვენგანს ოთახზე ეოცნება, სადაც Excel-ის ფაილში რიცხვებს ალაგებდა. ეს ოცნებები ხო ბევრად უფრო ლამაზი იყო, რომ სადღაც რომელიმე ტროპიკულ სანაპიროზე გავიცნობდით ჩვენს მეორე ნახევარს, რომელთ ერთად სიგიჟეებს გავაკეთებდით და მერე ამ ყველაფერს შვილიშვილებს მოვუყვებოდით. ან მეგობრობით ერთად road trips დავგეგმავდით და გზაში მილიონი სისულელე გადაგვხდებოდა. ბევრს ვიცილებდით და ჩვენი სისულელეებით ბედნიერები ვიქნებოდით. ან საერთოდ ჩემსავით ძალიან მეოცნებე იქნებოდი და ჰოქსორიდან წერილს დაელოდებოდი, რომ ჯადოქართა სამყაროში გესწავლა. მოკლედ ბავშვობაში ჩვენი ოცნებები ყოველთვის ძალიან ლამაზია და ხშირად ყველაზე სწორიც. მაგრამ მე ამ ოცნებებზე უარს გვათქვევინებენ ხოლმე. მაგრამ როცა დღეს ამ ტექსტს წერ და აზიის რომელიღაც ძალიან რენდომ უბანში მარტო დავდივარ, წარმოვიდგენია პატარა აჩი, რომელიც ამას უყურებს და ამაყობს, რომ შევძელი და გავრისკე. და არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული ეხლა შენთან. ჩვენს გარშემო ყოველთვის ხდება რაღაცები, რის გამოც ცხოვრება მშვენიერია. თუმცა წინ დიდი გზაა, რადგან ჩავთვალოთ, რომ მხოლოდ ეხლა დავიწყე და ამ სიაში არის ისეთი გაუხსნელი სურვილებიც, რომლებიც არა მხოლოდ აჩის, არამედ სხვა ადამიანებსაც ეხებათ. მაგალითად, დედაჩემს, რომელიც სამოგზაუროდ არასდროს ყოფილა და დამიჯერეთ ამ სურვილსაც აუცილებლად შევასრულებ. ამ გრძელ მოგზაურობაში კი შენი მხარდაჭერა ძალიან დამჭირდება და იქნებ ჩვენი პატარა თავების ოცნებებით სადღაც ერთმანეთს გადაეკვეთოს. ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ ამ მოგზაურობის ნაწილი ჩემთან ერთად გახდები.